გინდა დავინახო შენი აურა რო ეკითხები და კი პასუხობს. რეალურად ეხა ეს დიდ საფრთხეს სხვა ადამიანებს არ უქმნის. იქიდან გამომდინარე რომ აურის დანახვა სტანდარტული სიტუაცია ადამიანებს შორის ურთიერთქმედებისას. მაგრამ ეხა აქ საქმე რაშია? როდესაც ჩვენ სხვის აურას ვუყურებთ, მის აურას ენერგიას ვუგზავნით. და ისიც გვიგზავნის. შენსა და იმ ადამიანს შორის მყარდება კავშირი. მაგრამ ეს კავშირი რამდენად გჭირდება შენ, აი ამაზე აქვს საუბარი. თითეული ესეთი კავშირი არის საფრთხის მომცველი. იქიდან გამომდინარე რომ თქვენ არ იცით იმ მეორე ადამიანს რა პარაზიტი ყავს, რა ენერგეტიკული დაავადებები აქვს და თუნდაც მცირედი აურის დანახვის დროსაც თქვენ შორის იგება კვანტური კავშირი, ენერგეტიკული, რომელიც აღებს კარებს და თუ ადამიანს გარკვეული პარაზიტები ყავს, იქიდან გადმოდიან უკვე ამ ადამიანში მაჯლაჯუნები, მოდი ესე ვიტყვი. ამიტომ მსგავსი მოქმედებების გაკეთება არის არაპროფესიონალური, არაეთიკური ხმოთაშორის. როგორც ინტიმურ ადგილზე ჩახედო ადამიანს და არ არის უსაფრთხო მსგავსი მოქმედება და ხელით კურნებას და სხვა დანარჩენზე ხო აღარაფერს ვამბობ, იმიტომ რომ თუ არ იცი რას აკეთებ, ძალიან საშიშია ეს ყველაფერი. მე რიყვები რომ ენერგიებში რო ვიყავიო და ამდენ რაღაც პროცესებს გძნობდიო, სხვა მიმართულებით სურდათ რომ წავიყვანე რიტუალები და ესეთი რაღაცეები და ნახდება ზოგადად განსხეულებული მუქები ნადირობენ გაღვიძებულებზე და ვისაც ენერგიები აქვს, იმიტომ რომ ისინი არიან ყველაზე დიდი ქონების პატრონები ენერგეტიკულად. ამიტომ ნებისმიერი ვინც თulis რომ იღვიძებს, მან უნდა გაიაზროს ერთი ფაქტი. პირველი კანონი. თქვენ გაქვთ დიდი განძი და არანაირ რიტუალებში, რაღაც მაგიურ ბრჭყალებში, მოქმედებებში, აურის წაკითხვაში, მოდი ერთად წავიკითხოთ აურა, მოდი განგკურნაო, მოდი განმკურნე, მოდი ჩემი აურა დაინახე, ჩემი ჩაკრები დაინახე. ზუსტად ესეთი მოქმედებებით და ესეთი დაშვებებით ხდება შეჭრები ადამიანებში განსხეულებული მუქებიდან. შესაბამისად, გამიჯნეთ ყველა ეს, სანამ არ გაძლიერდებით, სანამ არ ისწავლით, სანამ არ მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ. მაქამდე გაემიჯნეთ ყველა ამ ენერგოკავშირებს ადამიანებთან. ენერგოკავშირზე აქვს საუბარი და არა ის რომ რაღაც ცოდნა მოისმინო ადამიანი. ენერგოკავშირია ის რომ მე რომ მოვიდე თქვენთან და გითხრათ მოდი აურაც წაგიკითხა. ესეთ რამებს მე არ ვაკეთებ არანაირად. კავშირებია ეს და უსაფრთხო არ არის. მე ადამიანი ვერ ხვდება პრობლემა რა არის. პრობლემა ეს არის, რომ მნიშვნელობას არ ანიჭებს თამაში გონია. ეს ყველაფერი თამაში ნამდვილად არ არის. ადამიანები ჩემთან მოდიან სამი სხვადასხვა ენერგეტიკული გადაკვეთა რო ქონდა განსხეულებულ მუქთან გაუაზრებლად, იმიტომ რომ ესენი ნადირობენ ჩვენზე, ყველაზე ნადირობენ თქვენზე, მაგით ცხოვრობენ. ოღონდ ეს იმდენად შეფარულია და დამალულია, რომ არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ყველა არის ნეიტრალში ერთმანეთთან. მთელი საქართველო დიდ ზიანს განიცდის ხალხი. ახალგაღვიძებულები, რომლებმაც მომავალი უნდა შექმნან, მათზე ნადირობენ. ამ სამყაროში, დედამიწაზე და ამ განზომილებაში თქვენი თავის მიღმა ყველა არის ბნელი ირგვლივ. შენ ხარ შუქი ერთადერთი. ყველა გარე მექანიზმი არის მახე. ხო და ერთადერთი გზა რაც არის შემეცნება და თავდაცვითი მექანიზმების სწავლა, რომ იყოთ დაცული. ყველანი უნდა იყოთ დაცული. ყველას გისურვებთ უდრეკ დაცვას.